ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა პირებმა შესაძლოა დამატებითი უფლებები და დაცვის გარანტიები მიიღონ. 2006 წელს მიღებულ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით ძალადობის მსხვერპლს საშუალება ეძლევა დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართოს, მიიღოს უფასო იურიდიული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება. კიდევ რას ითვალისწინებს ინიციატივა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის? თამარ ბუბაშვილი მუშაობდა თემაზე. ოჯახური ძალადობის აღკვეთის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ 2006 წელს მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პროექტი ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დამატებით უფლებებსა და მათი დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს. უფასო სამართლებრივი კონსულტაციები, ფსიქოლოგიური, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. კანონპროექტის ავტორი გუგული მაგრაძე კანონის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს. მსხვერპლი როგორც წესი მიდიოდა ხოლმე თავში საფარში, მაგრამ ახალი კანონის მიხედვით ჩვენ ჩავდეთ ასეთი შინაარსი, რომ მას შეუძლია დარჩეს ოჯახში და მესაკუთრე თუა მოძალადე უნდა დატოვოს ოჯახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრები იმიტომ ვერ აცხადებდნენ ხოლმე ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ, რომ სად უნდა წასულიყვნენ. კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცედურებიც. ინიციატივის მიხედვით არასრულწლოვანის დაკითხვა მოძალადე მშობლებისგან დამოუკიდებლად მოხდება. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს უნდა იყოს სპეციალური პირობები დაცული. მისი წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს უსათუოდ დაკითხვას, იმიტომ რომ არასრულწლოვანი შეიძლება მოექცეს შთაგონების ქვეშ და ფსიქოლოგიური შთაგონების ქვეშ და ისეთი რამე ილაპარაკოს, რაც თქვათ რეალურად არ იყო ან პირიქით, ამიტომ მას უსათუოდ ფსიქოლოგი უნდა იყოს დაკითხვას. ისტორიები, რომლებსაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები ყვებიან, თითქმის იდენტურია. მათი 74% ფიქრობს, რომ ის რაც ოჯახში ხშირად ხდება, მხოლოდ მათ ეხება და გახმაურებას თავს არიდებენ. ძალადობას 35% ამართლებს და დახმარებას მხოლოდ 2% ითხოვს. კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2009 წელს ჩაატარა. დღეს კი ისინი კანონპროექტის მხარდამჭერები არიან. კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის მიღების, ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებას მსხვერპლისა. ეს თავდაპირველად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოძალადისაგან, თუ ეს ვერ მოხერხდება, შემდეგ მსხვერპლს აქვს უფლება, რომ სახელმწიფოსაგან მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია. კანონპროექტის იმპლემენტაციას ასახელებს გასული წლების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ანა აბაშიძის თქმით, კანონის მიღების პირველ წლებში სამართალდამცველები მიიჩნევდნენ, რომ ოჯახში ძალადობა კერძო საქმე იყო და სახელმწიფოს არ ეხებოდა. ომბუდსმენის აპარატში ფიქრობენ, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა. ანა აბაშიძე სახელმწიფოს ვალდებულებებზე საუბრობს. სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, რა უნდა განახორციელოს. მარტივად რო ვთქვათ, ვალდებულება, როდესაც მსხვერპლი უარს ამბობს თანამშრომლობაზე, ვთქვათ, სამართალდამცავ სტრუქტურებთან, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე და თვითონვე გააკეთოს ის ყველა ქმედება, რომელიც ესე ვთქვათ, უბრალო ადამიანის გადასახედიდან მსხვერპლს მოეთხოვება. 2006 წელს მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი მისი სრულყოფა და ქართულ კანონმდებლობაში ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპების ასახვაა. საქართველომ ევროსაბჭოს კონვენციასთან რატიფიცირების ვალდებულება გასულ წელს აიღო.